მარიხუანა თუ გაგისინჯოთ როდეს? მაშინ რამდენი წლის ვიყავი 17-18-ის და მეზობლები მყავდა კუბლაშვილები დათო და დევიკო და ორივე სპორტსმენები იყვნენ რა და მე მაშინ სიგარეტს ვეწევდი ჩუმად და დათო და დევისთან ჩავდიოდი ხოლმე ჩუმად სიგარეტის მოსაწევად და ისინი ძალიან ხა სპორტსმენები იყვნენ და არ ეკარებოდნენ არც ნარკოტიკს არც არაფერს, მაგრამ სიგარეტს ჩუმჩუმად ისინი ეწევოდნენ. ისინიც პატარები იყვნენ. ხო და რო ჩავედი სიგარეტის მოსაწევად და უცბად დათმა მოიღო ესეთი კოლოფი მისი ასანთის. მე რა მაგ მე პალანი მაგ მოდი გავსინჯოთ და თვითონაც არ ქონდა გასინჯული. არა, პირველად და ეს გავსინჯოთ ეს პლანი და მე რომელმაც კერვა არ ვიცი, აი 4 ნახვრეტიანი ღილი როა ხო იცი? ის შეიძლება ისეთი დავჯმურჩნო, ისე მოვაკერო რაღაცები, რომ ვერ გაიგო საერთოდ რა არის ეს. მართლა არ ვიცი, აი ხელბლუ ინახია ეგეთ რაღაც. ხო და ავედი სახლში, ამის მერე ჯერ ხო იქ ვიცინეთ, ვაფშე ერთმანეთს დავცინოდით, ძალიან ბევრი ვიცინეთ. მერე ავედი სახლში. გადმოვიღე რაღაცა დაჭერი და შევკერეს არაფანი. როგორ შეიკერა? როცა გამოფხიზდით, კარგი იყო? არა, გამოფხიზდი კი არა, გეუბნები თავხტები სიცილით, რატო კვდები სიცილით, არ ვიცი და თან ამას ჭკუაზე არა ვარ, მაგრამ შევკერე და ჩავიცი და რა ვიცი, მე მომეწონა, რა ვიცი, შეიძლება არ იყო კაი. მე დავრეკე ჩემ ახლობელთან, რომელსაც ყავდა მანქანა და ვიცოდი რომ იმ დღეს თავისუფალი იყო და ნატოკა გულისაშვილი, ჩემი მამიდაშვილია და ნატოკა იყო თავიანთ სახლში კახეთში, ხო? წავედი ჩავალაგე ჩემოდან და ჩემს მხარეს წავედი მე საგარეჯოში ნატოკასთან მეთქე წავედი. მე ხო მენდობოდნენ სახლში, დავდიოდი სადაც მინდოდა, ხო და ჩავედი მოკლედ მიმაცილა ჩემ ამხანაგმა დაბრუნდა ისე თბილისში ხა საგარეჯო ახლოს არიან და მივედი და ხედავ როგორ გოგოებს აქ ყავა დავლები ხო იცი რაღაც ფიგურებს რო ხედავ იმე ნახე ქათამი ამოვიდა და რაღაც მელაპოდა გულვაში და რაღაცას რო ხედავ მე ვერ ხედავ ვერაფერს საერთოდ მაგარში თვალბლუ ვარ ხო და უცბად გადაუბრუნებია და წყავები და მოგე დავეტაკე 12 გოგო არიან დავეტაკე ამ ჭიგებს და ისეთი უმკითხავე ეხლა შენ მოიცაო ეხლა მარცხენა ხელითაც დავლევ სხვაზეო და ზუდაღაშიო და სანამ იმადალია უცბად დამცხა ისეთი დამცხა დედას ვიცარ და ისე ცხელა მეთქი ეს რა არის მეთქი და თურმე ის პლანი გამოდიოდა ორგანიზმიდან და ისე დამცხა და ისეთი ცუდი იყო ამას ჩემ ცხოვრებაში აღარ გავსინჯაო მეთქი და всё მეტი აღარ ეს იყო და ეს ეს იყო და